რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, ბუნებრივი არის ეს ბუნებრივი აქტუალური თემა არის, მაგრამ მოდით ძალიან რაციონალურად შევხედოთ ამ პროცესს. ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად ქილიკობენ ამ თემაზე, მიშას ჩამოსვლის საკითხზე. ეს არ არის საქილიკო თემა. მოდით ნებისმიერ კეთილსინდისიერ ადამიანს დაუშვით ასეთი კითხვა, არის თუ არა ეს ის საკითხი, რომელიც აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას. წინსვლას კი არა, საერთოდ დემოკრატიის ნარჩენების არსებობას ამ ქვეყანაში. ეს საკითხი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნელი, ვერ ჩამოდის საქართველოში, ვინაიდან მას ბრალად ედება იუშენკოს მასპინძლობისას 400 ლარის დახარჯვა აბანოში და 7 პიჯაკის შეძენა 9 წლიანი მმართველობის პერიოდში. ეს მაშინ, როდესაც თურმე ამავე ბინძური ჭორების და ამ ბრალდებების ავტორების მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა 19 მილიარდია მოპარული და კიდევ მსგავსი აბსურდები, ხო? არის თუ არა ეს პრობლემა საქართველოს სახელმწიფოსთვის როგორც ასეთი? რა თქმა უნდა არის პრობლემა. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რომ შევქმნათ ახალი რეალობა, როდესაც სააკაშვილს და არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ ყველა პოლიტდევნილს შეიძლება საქართველოში ჩამოსვლა და პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება, ხოლო პოლიტიკურ პატიმრებს ისინი მისდევს ივანიშვილის ციხეში არიან უსამართლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი თავი დაუკვეთა ხანდახან ივანიშვილმა და ხანდახან რუსეთმა პირდაპირ სიები გადმოსცა, რომელი მეორები უნდა ჩაესვა ივანიშვილის ციხეში და ისინი დღეს ციხეში სხედან, ეს ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ. ეს არის ყოველი ჩვენგანის ღირსების საკითხი. რომ ვიღაც პაატა ზაქარიაშვილი კგბ-ში იყო, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ კი არ იყოს მინისტრი 4 წელი, რომელიც დღეს გაქრა არ ვიცი სადაც. ძალებს ებრძოდა. ისინი არ უნდა იყვნენ ციხეში. ეს არის ჩვენი ყველა ჩვენგანის ღირსების საკითხი და მოქალაქეობრივი და პატრიოტიზმის გამოვლინების თემა. შესაბამისად, ამის გარეშე ჩვენ ნორმალური სახელმწიფო ვერ გავხდებით ვერასოდეს. თამოყვარე სახელმწიფო ვერ გავხდებით. შეხედეთ როგორ ექცევიან თამოყვარე სახელმწიფოებში მოღალატეებს. შეხედეთ როგორ ექცევიან თამოყვარე სახელმწიფოებში იმ ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან ამა თუ იმ სახელმწიფოს. ისრაელი კარგი მაგალითია ამის. ისე ექცევიან როგორც ჩვენთან.